ესე იგი, არასდროს არ მიყვარდა პირველი. ესე დაიწყო არასოდეს რა. ზეღო ზანგური. არასდროს არ მიყვარდა 1 სექტემბერი, თუ სკოლა იწყებოდა და წელს არის 1 სექტემბერი, რომელსაც ველოდები სიხარულით და რატომ? ჟიზნე. რატომ? ხო, ამბავი ავტეხეთ, მაგრამ ეხა უკვე გადავწყვეტეთ რომ ოფიციალურადაც გითხრათ დაგიდასტუროთ, ესე მოკიბდო ვიღაცებისგან ვარ გაიგოთ, პირდაპირ ჩვენგან პირველი პირისგან გაიგეთ. 1 სექტემბერს იქნება ჩვენი მოკართულებული ფილმის დიდი კუშის სოფლიო პრემიერა. მოკართულებული დიდი კუშის სოფლიო პრემიერა კინოსახლში, თბილისში. ძმები კაკაბაძეების ორში. ისტორია იცით ყველა, მონაყოლი გვაქვს პირზერავის ხუთშაბათშიც მოვყევით, ისეც მეგობრებმა იციან რომ ეს ფილმი გავაკეთეთ შორეულ 2003-ში თუ 2004-ში. ეს იყო დებიუტი მოკართულების პირველი ცდა ჩვენი. ხო და გავაკეთეთ რაღაც ძალიან სასაცილო პირობებში. რუსთავი 2 რო იყო იქ, დელისთან რო დიდი მაღალი შენობა იქ ერთ-ერთ სართულზე იყო. მე-13-ზე სტუდია სარკე იყო და იმ სარკეს კონფერენც რუმში. კომპიუტერი გვედგა შუაში, მიკროფონი ესე ჭაღიდან ჩამოშვებული ჰქონდა და იქ წერდით ხმებს. ხო და გასაგებია ტექნიკურად ვერც ისე სახარბიელო ხარისხით გავაკეთეთ, მაგრამ შიგნით რაც ჩავდეთ კონტენტი და სასაცილოების ხარისხი ისეთი გამოდგა, რომ ხალხმა მარტო კინოთეატრ რუსთაველში შეძლო ამის ნახვა. ვინც ნახა კინოთეატრ რუსთაველში იმას ახსოვს და ყოველთვის გვახსენებენ, აუ რა მაგარი იყო და რამე ქენით. ხო, ანუ გადაირიენ. ავდექით და ქენით და უკვე მართლა ძალიან მაგარ ხარისხშია, ძალიან კარგ ხარისხში. გავაკეთეთ ეს ფილმი, მოვაქართულეთ, ჩავწერეთ, ეხლა უკვე ბალანსი მიმდინარეობს. ეპიზოდების გახმოვანება დაგვჭა და გამორჩენილი ფრაზების ჩამატება. 1 სექტემბერს 10 საათზე, საღამოს 10 საათზე პრემიერაზე გელოდებით. და არა მარტო პირველს, პრინციპში ბილეთები ჯიზე უკვე იყიდება. შესაბამისად ბილეთები 1-დან 8 თებერვლამდე თუ გაიწერა გავყიდა, არ არის პრობლემა. აგვისტო შუაში 1-დან 8 სექტემბრამდე გავარტყით მე-5 ჯერზე თვე. 1-დან 8 თებერვლამდე. ხო და აი ლინკიც აქვე არის. 1-დან 8 სექტემბრამდე ბილეთები დევს, ბილეთები ჯიზე. ხო, რაც შეეხება ვინც მეკითხება ხოლმე თქვენ რამდენი ფილმი გახმოვანებული, აბა რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენი მუღამი რომელს აქვს, მე ვასახელებ ყოველთვის დიდ ყუშს, სნეჩის ჩვენ ქართულ ვარიანტს, ვასახელებდი იმ ვერსიას. და ეხლა ამ ვერსიას ასახელებ. იგივეა, უბრალოდ ეხლა გაკეთებული უძაანესად ხარისხიანად. ანუ იქ პრობლემა რა ხმები ვერ გაიგოს ვინმე რაღაცა და რამე გაიპარა ისეთი რაც ტექნიკურად წუნს ნიშნავს, გამორიცხულია. ფილმი არის +18, აქვეში გახსენებთ და პატარა ბაიები არ წამოიყვანოთ. მაგათთვისაც რამეს მალე გავაკეთებთ ისეთ გემრიელ საბავშვო პროექტს არ ბავშვებს არ გავაწყობთ. ხო და მაგას ვამბობ, რომ ანიმაციასაც ვასახელებ ყოველთვის ერთს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს მე არის მოსტრების კორპორაცია. კი ბატონო. შენი რომლებია? ჩემიც მოსტრების კორპორაცია, სხვა შორის პირველ ადგილზე, რომელიც აი როგორც სნეჩი ისეა დაკარგული, ეგეც ვერსად ვერ ვნახეთ. და ფილმი? ფილმი, აი მეც აი დიდ ყურსსა და ევროტურ შორის ვარ რა, ვერ გადამიხოცია. ფორმულა რა თქმა უნდა, მაგრამ აი პირველ ადგილზე ეგენი მყავს. ფორმულა სამეულში მაქვს რა. ჩვენთვის ცალსახად დიდი ყუში. ხო, ეხლა გეტყვით კიდე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნაწილმა ხმებმა, რომლებიც ახმოვანებდნენ პირველ ვერსიაში, გვიგანეს რაღაცა უარი გამოთქვეს, რომ აღარ გვინდა კიდე ხელახლა ჩვენი ხმები და როგორც აღმოჩნდა სასიკეთოდ. ხო, იმიტომ რომ ჩავანაცვლეთ გენიალური ხალხით, რომლებსაც გზადაგზა თქვენ გაგაცნობთ, ეხლა ჩვენ ხვალიდან უკვე ვიწყებთ სრულფასოვან კამპანიას პრემიერისას და ზოგადად ფილმის ნელა ნახავთ ვინ ახმოვანებთ ამ მარკეტინგულ ცვლილებს გავაკეთებ და ვინები დავიმატეთ, ვის ნაცვლად
აგებს გაიგებთ გზადაგზა. და 27 აგვისტოდან უკვე განვაახლებთ ჩვენს პირზერაოს ხუთშაბათ ლაივს YouTube-ზე. არ ვქვია მაგას, ხუთშაბათი ნაპატიე. 27-ში მე ჩავერთვები, იმიტომ რომ თბილისში არ ვარ და შონზო სტუმრით იქნება და უკვე მე ერთად გავაგზავნებთ და რა თქმა უნდა დიდ კურსზე ვისაუბრებთ პირველ რიგში. და რახან ეს ბეხლეციკაცი არ იქნება სტუდიაში, ამიტომ გადაწყვეტ და ორ სტუმარს დავპატიჟებ ზედიზედ. მე ჩამთეთ დამილეკეთ. ჩართვას სანამ კუთხეში მოგიძებთ. მიმაგდეთ. ხო, პირზერაოს ხუთშაბათი 27-ში 1 სექტემბერს პრემიერა და მე გაგრძელება და ამბები კიდე გველოდება წინ. გელოდებით ბილეთებიჯის მადლობა რომ ოვოდერზე გვერდში გვიდგას. სამადლობელ სიტყვებს ვეტყვით ასევე ამასობაში თუ ვინმე სპონსორი გამოჩნდება. ხო, დრო გააქვთ რა, ბატონო სასპონსორენო. და გრანდიოზულ მადლობას ვეტყვი სტუდიას, სადაც ვიმყოფებით, კონკრეტულად პაატას, ჩვენი მეგობარი გახდა, დაგვიმეგობრდა და ალბათ დანარჩენ პროექტებს, ალბათ კი არა, სრულიად დიდი, მწვანე დიდი დიჩკით ვამბობ, რომ დანარჩენ პროექტებსაც ამ სტუდიაში გავაკეთებთ, ისეთი მაღალი ხარისხის სერვისი მივიღეთ, მეც გამხმავნებელმაც, ხმის რეჟისორმაც და ასევე იმ მსახიობებმა და თქვენმა მეგობრებმა, რომლებიც აქ მოვიდნენ და წერდნენ ხმას. ანუ იდეალური პირობები შეგვექმნა კარგი პროდუქტის გასაკეთებლად. 1 2 3 4 5 6 ბევრი რაღაცები და მივიღეთ დიდი კუში დაახლოებით 5-ჯერ უფრო ხარისხიანი და სასაცილო, ვიდრე იყო კინო რუსთაველში ვინც ნახა ის დიდი კუში. გელოდებით, აბა. ბილეთებიჯი შეესიათ პირველ რიგში. ბილეთებიჯი.